საომარი მოქმედების დაწყებიდან დღეს იყო ალბათ ერთ-ერთი საკვანძო ავიაიერიში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული ხარკის კუნძული არის თამამად შეიძლება ითქვას ირანის ისლამური თეოკრატიული რეჟიმისთვის ერთგვარი აქილევსის ქუსლი. მაყურებლისთვის რომ განმარტობთ რატომ მიიჩნევა ეს ასე. პირველ რიგში ეს არის ხარკის კუნძულზე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობტერმინალი სპარსეთის ყურეში, რომელსაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა როგორც ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, ასევე თვითონ თეირანის როგორც რეჟიმის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის. ამიტომაც მოყვა ამას ასეთი ხისტი მუქარა, თუმცა მუქარა თეირანისგან აქამდეც გაგვიგია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების არგუმენტი, შენ როგორც უკვე განმარტე, არის ის, რომ ასე მოახდინონ ზეწოლა ირანის თეოკრატიულ რეჟიმზე, რათა ირანმა არ შეუქმნას ასე ვთქვათ საფრთხე და პრობლემები ორმუზის სრუტეში ტანკერების ტრანსპორტირებას და ნავიგაციას, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი აკეთებს ყველაფერს, რომ შეაფერხოს ტრანსპორტირება ნავთობის ორმუზის სრუტეში. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, მან მოუწო განცხადება და ამგვარად მოუწოდა მან თავის მოკავშირეებს, განსაკუთრებით კი მიმართა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და მოუწოდა, რომ ისინი ჩაერთონ ამ ომში და გაგზავნონ სამხედრო ხომალდები ორმუზის სრუტეში იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა უსაფრთხო ნავიგაციისთვის. ორმუზის სრუტეც ასევე არის ამ ომში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, იმიტომ რომ ყოველთვიურად ორმუზის სრუტის დერეფანს დაახლოებით 3000-მდე ნავთობით დატვირთული ტანკერი გადის და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ასევე დონალდ ტრამპის განცხადება, რაც მოყვა სწორედ ამ ავიაიერიშს. სამხედრო თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ვნახოთ რა მოხდება სრუტესთან დაკავშირებით. ისინი აგრძელებენ საკუთარი ქვეყნის და ახლო აღმოსავლეთის საბოტაჟის მცდელობებს. ჩვენ ისე დომინანტურ პოზიციაში ვართ, როგორიც იქამდე არავის უნახავს. იმის მიუხედავად შეძლებენ თუ არა ისინი დანებების შესახებ სიტყვების თქმას, ან თუნდაც ბრძოლას. მათი საზღვაო ფლოტი უკვე აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი სამხედრო ძალების უმეტესობა განადგურებულია. დიდი საფრთხე გაქრა ყველა გაგებით. ეს გაგრძელდება მანამ სანამ საჭირო იქნება. ისინი ნადგურდებიან, მათი ქვეყანა ცუდ მდგომარეობაშია. ხანგრძლივობის შესახებ არ გეტყვით, მაგრამ ჩვენს გრაფიკს მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. Wall Street Journal-მა გუშინ საღამოს პენტაგონზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ქვეითი ჯარის გაგზავნასაც ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ერთგვარი საექსპედიციო სამხედრო შენაერთი, რომელიც შედგება 2000 ადამიანისგან და ისინი გეგმავენ სწორედ ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის და რეგიონში ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ამ ჯგუფის გაგზავნას. მაყურებელს მოეხსენება და ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა ეს ეთერშიც, რომ რა თქმა უნდა საომარ მოქმედებებს ირანში ყავს ამერიკაში არაერთი კრიტიკოსი, ძირითადად ესენი არიან დემოკრატიული პარტიის წევრები და მათი კრიტიკის არგუმენტი ეფუძნება იმას, რომ არ მოხდეს უფრო ფართომასშტაბიანი ომის ესკალაცია. თუმცა ორივე პარტია თანხმდება იმაზე, რომ რეგიონისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკა არის მთავარი, შესაძლოა ასეც ითქვას, მთავარი ექსპორტიორი ტერორიზმის მარტო ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც ამას ატლანტიკური საბჭოს კვლევები მოწმობს, დაახლოებით 20 მილიარდზე მეტი აქვს ირანს დახარჯული პროქსი ომებში და ასევე დახარჯული აქვს შიიტური, რადიკალური შიიტური დაჯგუფებების, ტერორისტული დაჯგუფებების გაძლიერებისთვის, როგორიც არის ჰეზბოლა, როგორიც არის იემენში ჰუსიტების დაჯგუფება და სხვადასხვა პატარ-პატარა შიიტური დაჯგუფებები. პროქსი ომებში ირანის ჩართულობის შეჩერება არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ისრაელისთვის მთავარი არგუმენტი, თუმცა დასავლეთში ამასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია და დემოკრატები, ძირითადად სოციალ-დემოკრატიული მთავრობები ევროპის ქვეყნების ამას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ეს იყო არასწორი.